მარია ირიმაძე 6 წლის. სწავლობს სკოლა პროგრესში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ციგურების რეალი და სახლის დალაგება. 2 თვეა დავდივარ ყინულის სასახლეში. უკვე კარგად ვისწავლეს რეალი, ზოგჯერ ვიქცევი. 2-ჯერ წავიკეცი, მაგრამ არაფერი არ მეტკინა. ყველაზე ძნელია უკანც რეალი. ყველაზე ადვილია ხელები გაშლილი და წინის რეალი. მე ახლა ვსწავლობ და ჭერს რეალი ფნელა. მე მინდა ყინულის სასახლეში ვიარო 10 წელი. ყინულის სასახლეში დადიჩევთან ერთად ელენა ბერიძე. ის არის ჩემი მეგობარი და ჩემი კლასელი. მეგობრობა არის კარგი საქციელი თამაში, სკოლობანას თამაში, სწავლა ერთად და მერე სერიალი ერთად სერიალის ყურება. მინდა მყავდეს 4 მეგობარი. მე ახლა მყავს 3 მეგობარი და მინდა მყავდეს 4 მეგობარი. მეყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე ხიარულია ელენა ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია ნინო ჯინწარაძე. ყველაზე მშვიდია თარანთაძე. ყველაზე ცელქია დავით სახერაძე. მე ვარ ყველაზე სწრაფი და ფრანჯია. დედიკაც ჩემსავით ლამაზია და ორივეც გვიხდება გამპრანჯვა. ჩემი საყვარელი საგანია ინგლისური. მე ვიცი უკრაინული ენაც. კიდევ მინდა ვიცოდე იტალიური. ჩემი საყვარელი მასწავლებელია თეონა დონაძე. რომ გავისდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსული ვიყავი ელზა პრინცესა. ახლა მინდა ვიყო 7 წლის, რომ მარტო ძილი მინდა. ყვავილებიდან მე გავარ ვარდს. იმიტომ ისე ჩემსავით ლამაზია. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, 2 ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 3 ძმა და 3 და. ჩემ ძმარის 8 წლის და გიორგი რემოძე ქვია. ის არის ჭკვიანი, ხიარული და ცელქი. გიორგი რომ გაიზრდება, ალბათ გამოვა პოლიციელი. მეორე ძმა არის 1 წლის და დავითი ქვია. დავითი არის ჭამელი, ხიარული და თამაშიანი. ის ალბათ გამოვა სახლის შელებელი. მამიკო არის ჭკვიანი, ხიარული და სიმპატური. ახლა არის გემზე და ძალიან მინატრება. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, სურნელი, თბილი და საყვარელი. ორივე ვართ კარგი დიასახლისები. საჭმელების გაკეთება არ ვიცი და სულ ვეხმარები სახლის დალაგებაში. ყველაზე უფრო მიყვარს ჭურჭყის გარეთსვა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ასოებიდან ყველაზე მომწონს არ მომწონს, იმიტომ არ მიყვარს ზებრა. ჯადოს ნუჯახი რომ მქონდეს, მამიკოს ჩამოვიყვანდი. სამგზავროდ მინდა წავიდე ბაკურიანში და იტალიაში. წინა მონაწილემ დამიტომა კითხვა. რომელია ჩემი საყვარელი თამაში? ჩემი საყვარელი თამაშია რობლოქსი და დახუჭობანა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია წიგნი. ბედნიერება არის მამიკოს ჩამოსვლა, დედიკოს ჩახუტება და მხიარულობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.